მოგესალმებით. მაესტროზე მაგთიფანის დროა. კონცერტის წინ ბარგის ჩალაგება ყველაზე რთული პროცესი ნახევარფინალისტი აუთსაიდერებისათვის აღმოჩნდა. პირველად რომ ვიყავი აუთსაიდერი, იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პროექტს ვტოვებდი და გული მწყდებოდა, იმიტომ რომ ჩემ ყველაფერი წინ იყო. ეხლა რომ ვარ აუთსაიდერი, იმდენად აღარ ნერვიულობ, იმიტომ რომ 7 გამოსვლა მქონდა და 7 გამოსვლით შესაძლებლობები თითქმის ვაჩვენე, ანუ ჩემი აზრით და ხალხმა ნახა ის თუ რა შემიძლია მე. პროექტი დავტოვე, იმდენად აღარ მეწყინება, რამდენადაც მეწყინებოდა პირველ აუთსაიდერობაზე. და თან იმ აუთსაიდერებისგან განსხვავებით ახლა ჩემთან ერთად არის თათია ყურაშვილი, რომელიც ჩემი აზრით ღირსეული არის, ძალიან ღირსეული კონკურენტია ჩემთვის და როგორც მე ასევე ძალიან მინდა რომ ის დარჩეს პროექტში. და რა ვიცი, გული დამწყდება იმაზე, რომ ამ ბავშვებთან ერთად ფინალში არ მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ თუ წავედი, თათია იქნება, რომელიც ძალიან კარგად გაართმევს ამ დავლებებს თავს, დარწმუნებული ვარ. მედენაციას ეხა მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი, როგორ თქვა, იმდენად კომფორტული პიროვნება იყო ჩემთვის საურთიერთობად ნაცია მთელი პროექტის განმავლობაში, რომ ყოველთვის შეიძლება ძალიან ბევრი არ გვისაუბრია, მაგრამ თანამოაზრედ ვთვლიდი და უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ აი ვაიმას ასწავლი მოხდეს და ერთი რაოდენობის SMS-ები მოვიდეს, რა სიმბოლური იქნება და ხო ორივეს დაგვტოვებ და ბავშვები დაგვწინინა, არა ორივეს გაგაგდებენ და რავი, უბრალოდ ძალიან გვინდა რომ ორივე ვიყოთ, მაგრამ მეც ვიცი რომ იმ სიმღერებს ძალიან კარგად იმღერებს ნაცია, რაც შეიძლება რომ მე ვიმღერო ფინალში. და ისიც ვიცი რომ პროექტის მერე, რა ვიცი, ძალიან ახლო მეგობრები ვიქნებით მე და ნაცია. პროექტის დამთავრების შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ყველა მონაწილე ერთმანეთს შევხვდებით და ვიმღერებთ იმ სიმღერებს, რაც ძალიან მოგწონს და ურთიერთობა გვექნება ისევე ისეთი, როგორც გვაქვს ან უკეთესიც კი. პროექტი თუ დავტოვე, როგორ გითხრათ, ჩვენ შორის შემეძლეთ ისეთი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული და იმდენად უკვე ვიცით ერთმანეთის შესაძლებლობები, ერთმანეთის გაქანება და იმდენად ცალ-ცალკე ინდივიდებად აღვქვამთ ერთმანეთს, რომ განსხვავებული მუსიკოსები, ეს ყველაფერი ალბათ გარედან ცოტა სხვანაირად ჩანს და ვინ გაემარჯვებს იმაზეც კი აღარ ვფიქრობ, სულ ვფიქრობ იმაზე, რომ რა კარგია, რომ ესეთი ადამიანები ერთმანეთს შევხვდით საერთოდ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ გავალ იმდენად პროდუქტიული თანამშრომლობა გამოგვივა საერთოდ და მაინც და მაინც პროექტის ფარგლებში თუ მკითხავენ იმაზე, ვის ვუგულშემატკივრებდი, რომ დავივიწყოთ ეს ყველაფერი, ეს სახლი და გარედან ამ პროექტისთვის რო შემეხედა, მე ვიქნებოდი ყიფოს ფან-კლუბის წევრი ალბათ. ჩვენ ვსაუბრობდით ხოლმე გოგოებით და ბიჭებით, როცა სალონში მივდიოდით, ან როცა რაღაც შეკრებაზე ვიყავით, ყოველთვის ვსაუბრობდით თუ ვინ იქნებოდა ღირსეული, გამარჯვებული ამ პროექტისთვის და ყველანი მივედით იმ დასკვნამდე, რომ თორნიკე ყიფიანი არის ღირსეული. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გამოცდილია ამ სფეროში, ძალიან კარგად იცის უკვე ამ ბენდის მომავალი, თუ საით რა გზით უნდა წავიდეს, ასევე კარგად იცის რა უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ სიმღერებსაც წერს, ხერის, უკრავს, რაც ძალიან
კარგი და ჩემი აზრით საკმარისია იმისთვის, რომ ლიდერი იყოს ბენდისთვის. კარგად გამოიყენებს ჩემი აზრით თორნიკე ყიფიანი და სხვა ბიჭების, რომელსაც თორნიკე ყიფიანი თუ გაიმარჯვებს აუცილებლად აიყვანს ბენდში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები, რომლებიც დარჩებიან, აუცილებლად იქნებიან ბენდში, მაგრამ ამ ბიჭებთან შედარებით ვინც ხელმძღვანელებს, ანუ ხელმძღვანელი და ლიდერი ჯგუფში უნდა იყოს ყიფო. იეტლმა შეიძლება დარჩეს ბენდში. იმიტომ რომ ბენდი თუ შეიქმნება ინსტრუმენტებზე უნდა დაეუფლოს თითქმის ყველა თუ ერთი ვოკალისტი იქნება ელექტროგიტარაზე, აკუსტიკურ გიტარაზე, ბას გიტარაზე, დრამზე და კლავიშზე აუცილებლად უნდა მოთავსდეს სამ მონაწილეებიდან ერთ-ერთი მაინც და ტომაში ძალიან კარგად ფიქრობს კლავიშზე და საუბრობდნენ ამ თემაზეც, რომ შეიძლება დარჩენილიყო. ნაცია შეიძლება ბენდში აიყვანონ. მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ჩემი აზრით გოგოების შემთხვევაში არა, იმიტომ რომ გოგოები დაუშვათ არ არიან კარგები, უბრალოდ მე პირადად ჩემ შემთხვევაში ვცვლი და საერთოდ სამი გოგოს შემთხვევაში, რომ ჩვენ ცოტა ჩამოყალიბებულები არ ვართ და არ ვიცი, რამდენად შეგვიძლია რომ რამე შევძინოთ ბენდს. ძირითადი ბაზა ის, რაზეც ბენდი უნდა აშენდეს, მე არ მგონია რომ ჩვენ ამ წუთას შეგვეძლოს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ჯერ კიდევ ჩვენ თავთან. მე პირადად ესე ვარ. ჩვენ როცა დავჭირდებით აუცილებლად დავეხმარებით დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ამ ცალკეულ პროექტში, ცალკეულ სიმღერაში დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქნება რაღაცა სიმღერა ამ პროექტის აქ თორმონდებათ თქვენს დავასწალებ, იმიტომ რომ მართალაც სიმღერა ძალიან მინდა. ჩემი პირველი კონცერტი, ანუ ამათვის მესამე კონცერტი. მესამე კონცერტი და ვინ რას ვმღეროდით, იმიტომ რომ ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და აუცილებლად შევინახო. ფუნჯი პირველად იმასქანი გამოვიყენე და მოვხატეთ ბავშვებმა მაქტივ ჩვენი სახლის, ჩვენი სკოლის კედელი. წავედით. მეათე ლაივ კონცერტი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო. თითოეული კონკურსანტის შესრულება მოხიბლა როგორც მაყურებელი, ასევე ჟიურის წევრებიც. უკვე გამოვლინდა მაქტიფანის 6 ფინალისტის ვინაობა, ასე რომ წინ საოცარი ფინალი გველოდება. მოგესალმებით ყველას, შეგახსენებთ რომ ეთერშია მაქტიფანის მეათე ლაივ კონცერტი. ხურვალეთ, რაც შეიძლება მხურვალი აპლოდისმენტებით შევეგებოთ ჩვენს პირველ აუთსაიდერს. მაშასე, თქვენს წინაშეა ნათია ცოდვა. She tired.
you. And if you need me, you know that I'm always be around. If you ever want me, come on and cry, baby. Cry, baby. მაგრამ გამომივიდა ის გამიხარჯა ისე როგორც მინდოდა ძალიან გამიხარდა რომ არაფერი არ შეუშალა ჩვენს და სწორად გამომივიდა ის რაც უნდა გამეკეთებინა ხალხი უგანყოფილი დარჩა და ჩემს ბიძაჩემს მოეწონა რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისა ძალიან აღელვებული ვარ იმიტომ რომ ათიანებული მე და ძალიან კარგი შეფასება შევისგა Very strange enchanted boy. They say he wandered very far over land and sea. A little shy instead of eye, but very wise was he. Magic day he came my way, and as we spoke of many things, fools and kings, this he said to me, the greatest joy you will ever learn is just to love and be loved in return. დღეს სავარაუდოდ შეიძლება რომ პროექტი დავტოვო და მიხარია რომ ბოლო ნამღერი სხვებიც კმაყოფილები არიან ისევე როგორც მე და კიდევ უცბად უნდა ვთქვა რომ კიდე ხუთ მაგად მიხარია ის რომ მეც და ნათიასაც ორივე ათიანები ყავს იმიტომ რომ ათიანები რომ დამიწერას პირველმა აზრმა გამიელა რომ რა კარგია რომ ნათიასაც ათიანები ყავს და მეც ათიანები მყავს და რავი ძალიან მიხარია რომ ორივე კარგად გამოვედით აღარ მართ გულწრფელად ძალიან გეხარებული ვარ ფერს გავაკეთებ წინ Ravina, გამოგეკიდებეთ ესე შეგეშვა. ხო, პროსტა კონტაქტი ხდება, იმიტომ რომ თქვენს იმიტომ რომ მე ხოლმე შესასვახტები ხოლმე გინერ შენი ხმე ჩემია. ნელა დაიწყე მე. ძალიან კარგად ჩაიარა მე და ზაზე გავერთეთ და დანარჩენი კარგად არ მიმღერია, იმიტომ რომ ხმა არ მომივიდა. მთელი კვირა ჩახლეჩილი მაქვს ხმა და დანარჩენი რაც იყო ძალიან ზაზა და ვაკის პარკი ზოგადად.
ფინალში. And now the end is near, and so I face the final curtain. My friend, I'll say it clear, I'll state my case, which I'm certain. I'll live a life that's full. I'll travel each and every highway, but more, much more than this, I did it my way. Regrets, I've had a few, but then again, too few to mention. I did what I had to do. I saw it through without exemption. I played. კარგად ჩაიარა და როგორც ზადამასწავლებელმა მითხრა, ჩვენმა დირექტორმა, მეც ეგრე ვფიქრობდი, რომ ყველა რეპეტიციაზე უკეთესად გამომივიდა, იმიტომ რომ ყველანაირად ვეცადე, რომ ბოლომდე გამეთავისებინა მოკლედ ეს სიმღერა. მართალია, ჩემი ჟანრი ეგ ბოლომდე არ არის, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ყველაზე კარგი იყო, რაც მიმღერია აქამდე. გული მწყდება რა, მოკლედ რა რომ თავდება კონკურსი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე აქ მოვედი, ის იყო, რომ მაკლდა ის კონცერტები მართლა და მაკლდა ის აუდიტორია, რაც აქ შევივსე ცოტათ მაინც. She was more like a beauty queen from a movie scene. Said a man, but what do you mean? I am the one who dance on the floor. She says I am the one. Her name was the Billie Jean as she crossed the scene. Every head turned with the eyes in the one who would dance on the floor and around. She says I am the one who would dance on the floor and around. The people always told me be careful. დავიწყებ სულ თავიდან, როცა მოვიდა ტური, რომ ესეთი ტური და ამ ფორმატის ტური უნდა გავაკეთეთო, როცა ამოვიდა მაიკლ ჯექსონი, ანუ ამ მინდოდა რომ მე მემღერა ჩემი დისკის ეს სიმღერა და პირველ რიგში მათ დიდი მადლობა ბიჭებს, ანდრი და ნიკოს და შემდეგ სანუსაც ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ამბობდით ხოლმე რომ აი რომ გავალ საკედან ჩავწეროთ რაღაცა. და სანდრო სანომაიას პედიერება გვაჩუქაცა. ძალიან დიდი მადლობა. She moves, attracts me like no other lover. Something in the way she moves me. I don't wanna leave her now. You know I believe in her. Smile, she knows that I don't need no other lover. Something in her style that shows me I don't wanna be
now. You know I believe in how. You're asking me when my love grows. I don't know. მაყოფილი არ ვარ. არც კარგად არ ჩაულია. ფიგურის შეფასება კარგია, ათიანები კარგია, მაგრამ მე მაყოფილი არ ვარ. სუდად მაყოფილი ვარ, ესე იგი სუდად ჩაიარე, იმიტომ რომ არ ვარ, რა ვიცი. ეტი მინდა რომ გავაგათო ყოველ. ჩვენს სცენაზე მოვიწვიოთ ყველა ფინალისტი, უკვე ფინალისტი ამ კონკურსის, რა თქმა უნდა, თქვენი ხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით. მაშასე ამრი ღუდუშაური ია ტომაში აკე პატარაია გიორგი ფერიძე და თორნიკე ჭიფიანი მაშასე სწორედ ეს კონკურსანტები არიან მაგთი ფანის ფინალისტები და მაგრამ მათ აკლიათ ერთი ფინალისტი, მეექვსე ფინალისტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანის ვინაობა ძალიან მალე ჩვენ გავიგებთ. მაშასე, სიჩუმე თუ შეიძლება. სცენაზე მინდა მოვიწვიო ის ორი არაჩვეულებრივი, ულამაზესი გოგონა, რომლებიც კვლავ აუთსაიდერის სტატუსს ინარჩუნებენ ამ წამამდე. მივესალმოთ თუ შეიძლება, თქვენს წინაშეა თათია ყურაშვილი და ნათია თოდუა. ძალიან გყოთ აუთსაიდერებს სულ ცოტათი წინ დავდგეთ აი აქ შუაში. მაგთი ფანის მეექვსე ფინალისტია თათია ყურაშვილი. ბრავო! ზომდი რაღაც შიში მქონდა მაინც რომ დავტოვებდი პროექტს და ის რო პროექტს გამოვეთი ჩემთვის ცუდი მარტო იმ მხრივ არის რომ დუეტებს ვეღარ ვიმღერებ, მაგრამ თათია დარჩა რომელიც უსტად იმ სიმღერებს რაც მე უნდა მემღერა და იმედი მაქვს რომ ძალიან კარგად იმღერებს, ეჭვიც არ მეყარება ამაში. მაგრები, ჩვენი ყველაზე მაგარი კონკურსანტები, მოდით გენაცვალეთ, მოდით ხილად. მოდი კესო, მოდი გენაცვალეთ. აი ეს ადამიანები, რომლებსაც ასევე სურვილი აქვთ, რომ კიდევ ერთხელ ჩაეხუტნონ ერთმანეთს. თათია ყურაშვილის პირადი ნომერია 093 301 თათიას. დავიმახსოვრეთ, არა? კეთილი. ანრი ღუდუშაურის პირადი ნომერია 093 302
ფინალისტობა კაია, იმიტომ რომ დუეტებს ვიმღერებ და ეს ძალიან მიხარია. მაგრამ როგორ თქვა, ძალიან კაი იქნებოდა ფინალში რომ 7 კაცი ვყოფილიყავით და მე მარტო ფინალს და კონცერტს, მე კონცერტს დააკლდება ნაცია და მე პირადად ძალიან ოთახში ჩემგორით რომ ნაცია არ იწვება, ძალიან დამაკლდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. შეგაჭამე შემწვარი ღორი. ია ტომაშის პირადი ნომერი არის 0930303 არის. აკე პატარაიას პირადი ნომერი გახლავთ 0930303 ჩემ თავს ვერ ხედავდი მე ანუ ფინალისტად, ცავიდან რომ დავიწყე, იმიტომ რომ საერთო პრობლემები მქონდა. მაგრამ მაინც მომარჩინეს პედაგოგებმა გარკვეული შემომწეს სწორი, ასე ვთქვათ, სიმღერის გარჩევა, ეს ყველაფერი მასწავლეს და დღესდღეობით აი ფინალში ვარ და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მინდოდა. რავი. იცი რა ვთქვა, ხისეული გაიმარჯვებს. გიორგი ბერიძის პირადი ნომერი გახლავთ 0930305 და ბოლოს თორნიკე ყიფიანის პირადი ნომერი გახლავთ 0930306 გამოიცანი 6 მოდი აქ შეიძლება ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა რომ თამაში გავარდილეო ხო არ ყოფილიყო ფინალში მე ვიყო შურიკა გემშვიდობებით ახლა შეგიძლიათ შეერთდეთ ყველა ერთად დადგეთ ჩვენთან ერთად შემდეგ ოთხშაბათს ჩვენ კვლავ გაგიღიმებთ და კეთხვით გაიღიმე ჰანი ეთერშია მარტი ბანი კონცერტის შემდეგ კი თორნიკე ყიფიანის ფან-კლუბმა ძალიან საინტერესო სანახაობა მოაწყო. ემოციურად დაღლილ კონკურსანტებს სახლში ნათია თოდუას წერილი დახვდათ.
1000 წერილი უნდა წავიკითხოთ და თუ არ გაინტერესებს უცებ შარვალს იცემ ზემოთაც შეიძლება. მე მეგონა მე მეგონა კაი ხო. უილა ვეშუბე ტომას. Gonna sing your song. ვისი რა სარეცხია საერთოდ. აუ შებატო უკან გაბრუნებდი. გამოვიდა. აკე მაფასია. გამოვიდა გასარეცხია გენიცა. მაშინ ჩავხოთ. თუ არ გეზარება მოყოლეს ენა. არა, არ მეზარება, просто ბევრი მაქვს. აკე. ხოლმე ჩავხოთ. დაგედგენა. მე უფრო ველოდი პროექტს ავტოვებდი ვიდრე ნათია. ამიტომ ესე ვთქვათ, თადარიქს ვიჭერთ ხოლმე, ან წერილს წერთან რაღაცას ვუტოვებთ ერთმანეთს, ანუ მე აკესთვის მქონდა ჩემი კანფეტები დატოვებული, იმიტომ რომ სულ დამძევს და კანფეტი მომეცი, თხოვს რომ კანფეტი მივიცი და ნუ აკესთვის მქონდა პატარა წერილი დატოვებული და მე ვაპირებდი რომ ყველასთვის სათითაოდ სამაჯურები გამეკეთებინა, შემომეგზავნა და წერილიც მერე დამეწერა და ნათია არელოდა ალბათ რომ დატოვებდა პროექტს და კონცერტის მერე ესე ნაუცბადავად დაწერა წერილი. ბავშვებო. არ მეგონა წერილის დაწერა თუ მომიწევდა. ტუალეტში ვზივარ და ვწერ. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, შემიყვარდით და დიდ პატივს გცემთ, ძალიან კარგები ხართ. ვერ წარმოვიდგენ, ხვალ რომ სცენა აღარ სირენა არ გამაუწევს. მაგრამ არა უშავს მე თქვენ არასდროს დაგივიწყებთ. ნახაც რომ ხატავდი, ვიცოდი რომ მომიწევდა წასვლა. ციცილი. მიყვარხართ და მომენატრებით სასტიკად, ანრი, შენ გეუნება. ჭურჭელი დარეცხე. ია ტუჩებს ნუიჭამ. თათია არინერვიულო, გოწიე იმღერეო. გიო ფრჩხილებს მოუარეო. ესა შენ მოგიხდებაო ესაო გოწიო. გიო ფრჩხილებს ნუიჭამო. აკე ჩობანი ხარ. გოგოები ხელის გულზე ატარე. ვინ ვატარო ხელის გულზე? ამას რა ატარებს ხელის გულზე? ხელის გულზე? ზურგზე თუ შემოიწევდი. დიჭუდი გაგი. ეგაც მაზია. იგი ყოდა ეგ. კათიას კი ვატარებ კედლებზე სულსავკიდა. თოდუა. ჭურჭელს დარეცხავ? თოდუა. დარეცხავ ჭურჭელს? არ უნდა ხა თოდუასთან მაგ მე პირადად ისე ანდრე ჭურჭელს არ დარეცხავს. წარბით რო დადიხარ ესე რო დადიხარ წარბით რო ჭურჭელს ესე შენ თვითონ ეს რო დადიხარ თუ ანერვიულებული. 17 წლის ბავშვი ხარ, ჯერ ადრეა შენ ეგ. მე იქნები ბებერი, ასე ნაუკები იქნება ბევრი. გიო ფრჩხილებს მოული? გოგოებს ხელის გულზე ატარებ? ვერა. დობილი და დებილი წაიკითხე. ვახცე, რა მოგცე, შემეტი არ გაქვს? არა, შეიძლება რამდენიმე წელი მაქვს. არ მინდა რა. არ მინდა, ხან მე არა, ამ კარადაში იდება და ორივე აქედან ავიღებ. შემოგაკითხავ ხოლმე. არავითარ შემთხვევაში. მადლობა. მუდამ ჩემი დობილი. მუდამ ჩემი დებილი. დია, დებილი არა. აკეს დაუბარეს რომ ხელის გულზე გვატაროს, იმიტომ რომ ყოველ საღამოს სამ გოგოს და აკეს ჰქონდა აი გაჩაღებული ბრძოლა. აი ეს ბრძოლის შედეგი, იმიტომ რომ კედელზე მახოხიალა გუში. ნუ ერთობით რა თქმა უნდა და აკეს დაუბარეს რომ ხელის გულზე გვატარონ. ერთი წელი ყინულდა გაცივდება ეგრე. ხო. კი. მინდა რომ გაცივდეს. და შევჩამ ხელას ამზარეულ ორკალს. დამიჯერე არაფერი შეიძლება თუ არ გაუარესდება. მითი და ალაკე. მაგრამ ეს მირჩენია ხალდელი თუ ეს რა მეძინება. მეძინება თქო არა, просто რაღაცნაირ იმაში ვარ. ფიქრებში ვარ ზანდა. ბევრად უფრო მეტად მოუძებნი რა არის ჩემი სტილი და დავიწყებ მარტო ისეთების მე მაინც ერთ ჟანრზე კი არ ვლაპარაკობ რომ ჩაიციკო არა პროსტა იმ სხვადასხვა ჟანრშიც რა გიხდება და რა უნდა იმღერო და რა არ უნდა იმღერო და მაგას რო გავივლე აი მაგის მერე რო სადმე კონკურსში შემიშვა არ ვაპირებ მაგრამ საერთოდ მაგის შემდეგ მე თვითონ მეტყვი
იმღერებ ამას, არა, მე ვიმღერებ ამას, ისევე როგორც ყიფოშეულია, თავისუფლად გითხრას, რას იმღერებს და რას არ იმღერებს. აი ეგ მე არ მქონდა რომ შემოვედი. და ეხა ძალიან მწარედ მაქვს ჭკუა ნასწავლი. ეგ კიდე სხვა არის, ვიმღერებ, არ ვიმღერებ, კიდე სხვა არის, ვიმღერებ, ვერ ვიმღერებ, ვაფშე. მაგას ვამბობ, შე რა გონია ყიფო, მარტო იმიტომ ცulis რომ სხვა ურჩევნია, ისიც ძალიან კარგად იცის რა გამოძის და რა არა. ხო და ანუ მაგ პონჩი ამბობ, მე კი თქვი My Way-ზე რომ My Way ცუდი ნამღერი იყო, მაგრამ შენ უნდა იცოდე განსაკუთრებული რაში. ხო, აი მაგას ვამბობ. ეგ არის მთელი მე სტორის კი არა რომ არავის არ უმღერია, აქ ვიმღერის ეგრე სამარცხინოთ რომ გავიდეთ და რაღაცა სასწაული ვქნათ სიმღერას ვინ გააკეთე. Просто განსაკუთრებული არ ვიყავი იმ სიმღერებში, რაც არ უნდა მემღერა. არის ვიღაც, ვინც უკეთეს იმღერებდა ამას. ხვალდელით რომ ნათი არ ექნება და სამზარეულოს რომ ნათი არ ალაგებს. იმიტომ რომ ხშირად ბიჭებზე ბრაზდებოდი ხოლმე, რომ აი არ ალაგებენ და დემონსტრაციულად გავდიოდი სამზარეულოდან, რომ არც მე არ დავალაგები, მე თუ არ ეწუხებ, მეც არ მაწუხებს და ცოტა ხანში შემოვიხედებოდი ნათი ალაგებდა და ნუ უკვე ძალიან ნათიას ესე ვთქვათ მერიდებოდა რომ მარტო ნათიას დაალაგებდით და დავდგებოდით მე და ნათია ვალაგებდით ერთად სამზარეულოს და მოგლედ ჭურჭელს რეცხავთ ჩვენ დღეიდან ერთი მრეცხავი მოგვაკლდა მაგანდის როგორი მრეცხავი იყო იცი ნათია იცი როგორი მრეცხავი იყო აი თავიდან ბოლომდე ყოველდღე ძალიან ბევრს რეცხავდი მაგრამ რომ მომეშლებოდა ნერვები ამათზე დემონსტრაციულად გავდიოდი აქედან ოღონ ამათაც ვერ უტრაკებ ანუ რაღაც ტვის ხო არ გაღუნა რაღაც და გავდიოდი და პროსტა ჩემთვის ხო ეს საქონ არა ხედავ თეფსაც აღარ იღებოდი კოთკოთე კოთკოთს ხო გავიდოდი და არა იცი რა არის იცი რას მაინტერესებს იცი რას ფიქრობენ ჩვენ გარეშე რო ცხოვრობდნენ რას იზამდნენ ალბათ აბა ისეთი სამზარეულო ექნებოდათ როგორიც აბანო ხო ნათიას ვეყავდა რაღაცას აი ესე გავრაზებული ხო გავიდოდი და მაგათ ესენი თუ იტანენ რა გონით მე ვერ ავიტან ჩემ ერთებს გავრეცხავ და დავტოვებდი ცოტა ხანში შემოდიოდი და ნათი არ ეცხავდა და ნუ შევრცხებოდა ისე დავდგებოდი და ვეცხავდი მეც მე просто დილით რა მომივიდა დღეს ხო არის დილით ადრე ავდექი რა ისეთ პონჩი ადრე ანუ რომ სირენა რო ჩაირთო ეგ ამეღვიძა ეგრევე სამონდე ხალხ შემოვიცი პეტლიჩკაც კი გავიგეთ და მოვედი და ისეთი ვერცხი გოდი რამ და გიჟამდელით თქო